ღმერთი თქვა, სიბრძნის წყარო და ყოველი ქმნილების ლოგოსო შენ, რომელიც ყველა საუკუნოს დროსა და ხანს დაუთავრდები და რომელიც შემოდიხ არ სამყაროს დროში. გმადლობთ ისტორიაში ჩაფლული და ამასთანავე მომავალი სამეფოსაკენ მიმართული შენი ეკლესიისათვის. შენ მას მიანდი არა მკვდარი მემკვიდრეობა, არამედ ცოცხალი გარდამოცემა, რომელიცაა ტრადიცია, მოფენილი სულით გარდაქმნილი მეხსიერება და აღდგომით განათებული იმედი. და ემუდამ შეგვეწეოდა ღმერთს ითხოვ მეხსიერებაში ფხიზლობისას, რათა წარსულმა არ დაგვატყუოს და მომავალმა არ დაგვაშოროს შეშმარიტებას, არამედ ყველაფერი შენში მოიკრიბოს. უბოძე შენს ეკლესიას აწყვაში გამრჩევლობა ისე, რომ არც კაცობრიობის კითხვებს გაექცეს და არც სამყაროს სულს დანებდეს. დაიცავე იგი შიშისაგან, რომელიც მოშურნეობით არის შენեղული და სიყვარულის სახესაა მოფარებული. დაამკვიდრე იგი სახარების თავისუფლებაში, სადაც ჭეშმარიტება ძალადობის გარეშე აღიარება და აზიარება ძალმომრეობის გარეშე ეძიება. გაანათლე ისინი, ვინც თეოლოგიური შემეცნებისათვის იღწვიან, რათა გონება ლოცვით განეწმინდო და ცოდნა სიყვარულის თანამობიერებით შეუძავდეთ. მიეცი თეოლოგიას უნარი დიალოგში შენარჩუნე შენი სიტყვის წმინდათა მოწმობის და მსოფლიოს ტანჯვი და შენი სამეფოს ესქატოლოგიური მოწოდებისას. ნუ დაუშვებ, რომ სწავლება მოსწყდეს შენში თანამსახურებო ხოლო აზროვნება სინდისა და თვითგადახედვას. არა დაგვივიწვო ღმერთი დღო ადამიანი შენ ცხადად შექმნილი და შენს მსგავსებად მოწოდებული, რომელიც ახლა მოქცეულია მეცნიერების, ტექნოლოგიისა და კულტურის ძალების შორის, რომელიც ხშირად წინ მიიწევს წოდნაში, მაგრამ ერყევა სიბრძნეში, რომელიცაა ზომიერების სიკველი. გვასწავლე შენი განსხეულობის შუქზე გავიგოთ ადამიანის მნიშვნელობა და შევხედოთ ქმნილებას არ როგორც საკუთრებას, არამედ როგორც ნიჭსა და პასუხისმგებლობას. განკურნე განხეთქილებები, რომლებიც კვეთენ შენს ხელს, გამოავლენე ფარული მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიან თანაზიარებას, ისეთ ზიარებას, სადაც ჭეშმარიტება თან აღიარებულია და ერთიანობა არაა შეყოვნებული, სადაც შეთანხმება გადაგებულისა და თან სიყვარულითაა თანაშეკრული მოგვანიჭე მოთმინება, პატიოსნება, თავდაბლობა, რათა შენთვის სასურველი ერთიანობა მივიღოთ როგორც მადლი და ძალმომეობრითი მოგებული. იმპერიის ეროვნულობისა და იდეოლოგიის ტყვეობის დილეგის კარი გაუღე შენს ეკლესიას, კვლავ ასწავლე მას უძლურების საიდუმლო, რომლითაც შენ დაამარცხე სიკვდილის ძალმოსილება. როდესაც იმპერიების ახდებიან და ძალაუფლება ქრება, მიეცი შენს ეკლესიას საშუალება მყოფობდეს და იქცევდეს არა პრივილეგიაში, არამედ შენი თავდაბლობისა და სიხარულის მოწმობაში. კი არ ბატონობდეს, არამედ მსახურებდეს და ადგინე მწყემსები და მსახურები, რომლებიც არა მოპოვებული თანამდებობის, არამედ გონის ავტორიტეტით ილაპარაკებენ, არა სტრატეგიით, არამედ ლოცვის იმერის სიღრმედ გამომთქმელობით. გააძლიერე მორწმუნეები ყველა ქვეყანაში, რათა სახარებისეულად გაიცხოვრებდნენ ყოველ დღეს, როგორც შენ მყოფობის კვალნი და ნიშანი მსოფლიო შუაგულში, რადგან